მოგესალმებით ჩემპიონო გამარჯობა დაუბრუნდი ახალი ვიდეოთი. მოკლედ თამაშობ Total War Atlas, რა თქმა უნდა საქართველოს სამეფოთი და აქ არის მოკლედ 1212 წელი უფრო სწორად. ხო და მთავარი ის არის რომ ტახტზე ზის ლაშა გიორგი და როგორც გახსოვთ ძალიან მალე მოხდება ის ლეგენდარული ბრძოლა ხუნანის ველზე, სადაც ლაშა გიორგის დაჭრიან სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებენ. ხო და სწორედ ამიტომ ახლა ეს არის ისეთი სცენარი, რა მოხდებოდა ლაშა გიორგი რომ იმ ბრძოლაში არ მომკვდარიყო. ანუ ყველაფერს გავაკეთებ რომ როცა მონღოლები გამოჩნდებიან, ლაშა გიორგი არ გაუძღება იმ ჯარს. ვინმე სხვა გენერალს ვიპოვი, რამეს მოვიფიქრებ. მოკლედ საქართველოთი ვაპირებ რომ უძლიერესი იმპერია შეუქმნა. და ვნახოთ რამდენად გამომივა. ხო, ნუ ახლა შირვანთან დავიწყეთ ომი, როგორც ხედავთ. მანამდე უცებ თქვენ მაგ მომენტს ვერ ნახავთ, მაგრამ გავაძლიერე რაღაცები, მათ შორის დედაქალაქიც, ჯარი შევქმენი და ელემენტარული რაღაცები უკვე გავაკეთე. უბრალოდ არ მინდოდა ვიდეო ძალიან გაწელილიყო და 1 საათიან გამოსულიყო, ისე რომ ეს ყველაფერი ამოვჭრე ალბათ მაგ ყველაფერს. ახლა ვიღებთ ბაქოს. ნუ რა თქმა უნდა სალყო მანქანი ბიკებიები უეჭველი გვჭირდება, იმიტომ რომ უნდა ავიდეთ, ოღონდ ძალიან დიდი ხნის არა რა, აი ამას პრინციპში ალყაში მოვარტყით და ეგა. ახლა ვდებ სავაჭრო ხელშეკრულებებს, როგორც ხედავთ, აი ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, ვეცდები ყველასთან რომ სავაჭრო ხელშეკრულებები დავდო. ხო, და პლუს ამას მინდა გამოვიწვიო რა თქმა უნდა ამის ონლაინ ვერსიაში, ან Total War Atlas ონლაინ ვერსიაში, მინდა გამოვიწვიო ფერიონი, ჩვენი ძვირფასი ფერიონი, რომელიც რატომღაც ამტკიცებს, რომ სტრატეგიულ თამაშებში ჩემზე უკეთესია, რაც დიდი სისულელეა, იმიტომ რომ ყველა სტრატეგიულ თამაში დავამარცხე, მაგრამ ახლა მაგაზე არ ვსაუბრობთ. მოკლედ ეს გადასახადების ამბავია. ხო, კარგი, მოკლედ პირდაპირ იმას ვთქვი, აი ლაშა გიორგიმ როგორც ხედავთ, ცოლი მოიყვანა, ასევე რუსუდანი გასათხოვი და მოვიფიქრებ ვის მივათხოვებ და პლუს ვიღაცების დაწინაურება მინდა. ახლა გუბერნატორები არიან ისინი დანიშნული, 2 ქალაქი მაქვს, 3 ქალაქი მაქვს, მაგრამ მხოლოდ 2 გუბერნატორის დანიშნა შემეძლო. კარგი, პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს ამაგას. მოკლედ ახლა შევიჭრებით ბაქოში და დაგიბრუნდებით მოკლედ ბრძოლით და მანამდე აქ მინდა რომ რუსუდანი გავათხოვო და პლუს სავაჭრო ხელშეკრულებებიც დავდო. ხო, მოხდებით რასაც გულისხმობ. აი მოვიდა შეტყობინება, გავათხოვოთ. რა პრობლემაა? წაიყვანე. რუსუდანიც გავათხოვეთ. აი ეგ არის რა. რუსუდანი რაც უფრო შორს იქნება საქართველოსგან, ჩემთვის უკეთესია. ხო. ეს მოიცა. ნუ, კარგი, ნუ გასაგებია ყველაფერი რა პრინციპში, სხვა გზა არც მაქვს. всё, ეგ არის. რუსუდანიც გავათხოვეთ, წავიდა ტრაბზონში, ჩვენს მოკავშირე ერში. რომელიც წესით ჩვენი ვასალი უნდა იყოს, მაგრამ თამაშის შემქმნელობა რატომღაც ეგრე არ გააკეთეს. მგონი იმასთვის და მოიცა შეჭრა უკვე შემიძლია, ესეც მეორე ჯარით. ანუ ეს მჭირდება დამხმარე არმია. თუმცა ეგ ისედაც ხვდებით მაგდენს. კაი, მოკლედ მეორე სფლაზე შევიჭრებით. ძლივს დაიწყო. ახლა ავიღებ ბაქოს, რითაც შირვანს შემოვიერთებ. არ და წესით ამ პერიოდში შირვანი ისედაც ჩვენი უნდა იყოს. იმიტომ რომ თამარს ამ პერიოდში უკვე ვასლად ყავდა ქცეული, მაგრამ რა თქმა უნდა თავის შემქმნელები არ არიან ქართველები, ამიტომ ვერ გაითვალისწინეს. ნუ კარგი, არა უშავს. ეხლა ესე იგი კარიბჭე უნდა ჩამოვიღო და პლუს კატაპულტები არ მაქვს სამწუხაროდ, თორე კედლებს ჩამოვიღებდი რა. მომიწევს რომ შევამტრიო კარები და პლუს ამას კიბეები მაქვს, რომელთაც უნდა ავიდნენ იმაზე რა. და ხა მოკლედ ეს მეორე არმია, ესენი იქ შეამტრევენ კარებს და კიბეებზე მყოფი ჯარები პირდაპირ შევლენ. გარდა ამისა მოვა დამხმარე არმია, რომელიც უკვე დაინახეთ იქ რომ გამოგზავნე და ცოტა მოგვიანებით შემოვლენ. ახლა მოკლედ დავალაგებ სრულ სტრატეგიას და დაგიბრუნდებით, როცა ბრძოლა დაიწყება. ეგ არის, მოკლედ დავალაგე ყველაფერი, ბრძოლა დაიწყო. ეხლა ესენი რაში მჭირდება რა, ამათზე პირდაპირ სროლა უნდა დაიწყონ, მეისრები დავაყენე ახლოს იმასთან, კედლებთან და იქიდან ჩაცხრილავენ, სანამ კარებს შევამტრევდა რაღაცა, ამათ კარებთან ყოფი არმია რომ შესუსტდეს მაგისთვის. პლუს ამას გავაგზავნი კარების შესამტრევად, ტარანი მზად გვაქვს, თან 2 ტარანი გვაქვს როგორც მახსოვს. მაგრამ ფიქრობ ორივე საჭირო საერთოდ არ გახდება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის. და პლუს კიბეების ამბავიც, უბრალოდ ჯერ მინდა რომ მეისრებმა და ცხენოსანმა მეისრებმა, იმიტომ რომ ცხენოსანი მეისრები მყავს, ჩვეულებრივი მეისრები მყავს რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მაინც ისეთ პონჩი რა, მეორე არმიაში მყავს ძირითადად.
და მაგათაც რა თქმა უნდა შესაბამისად გამოვიყენ. უბრალოდ ცხენოსანი მეისრები სწრაფად მოძრაობენ და მაქედან ჩაცხრილავენ. ეს მეისრები პლუს, ანუ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჯერ შეჭრა სანამ მოხდება, მანამდე რაც შეიძლება დიდი ზიანი მივაყენო მეისრების გამოყენებით. აი ესეც შევამტვრევთ, მოიცა. ეგა. ახლა ტარანიც მივა შეამტვრევს, კიდე კიბეებისად მქონდა. ნუ კაი, არა უშავს. ეხა თავარისაა, რომ ისინი მეგონი ცოტა დასუსტდნენ. დაიხოცა რამდენიმე. კაი, არა უშავს, მოიცა. თავარი ეხა ეგ არა, იმიტომ რომ ეგენ მარტივად ახსადგენ ჯარია და თან კუმანები არიან, ქართველები არ არიან, ასე რომ რომც დაიხოძონ პრობლემა არა. თავარისაა, რომ აქ ზიანი მიაყენო. ხო, ნუ პრინციპში მოკლეს ვიღაცები, კი. ზიანს ვაყენებთ რა საბოლოო ჯამში. საკმაოდ ბევრი დახოცეს. ნუ მეტი შეიძლებოდა მართალია. მაგრამ დიდი ალბათობით ავიღებ, იმიტომ რომ რაოდენობრივი უპირატესობა მაქვს, იმიტომ რომ ვიჩალჩე მაგაზე ბევრი და ვიზრუნე რომ სამხედრო უპირატესობით რაოდენობრივი უპირატესობა ქონოდა და სტრატეგიაც როგორც ჩანს ჩვენ გავიმარჯვებთ. უბრალოდ ერთადერთი ეს კოშკები ნერვებს მიშლის რა. თან მათ აწყავთ მეისრეები და შუბის სროლი. ხო. მაგრამ მაქსიმალურად შევეცები რომ ზიანი მივაყენო, სანამ ტარანები შეამტვრევენ. ეს ერთი ტარანი აქედან შეამტვრევს, მეორე ტარანი იქედან ურტყამს. მაგრამ საფრთხოდ კიბებს ვერ გამოვიყენებ ჯერჯერობით. მაგრამ არა შოს რა ტარანმაც რო შეამტვრიოს, თუ მეისრები დახოცავი საკვარის ხალხს, მე უკვე შესვლას შევძლებთ რა. ხო, ნუ საბოლოოდ ვამტვრევთ რა იმას კარებს და აქ პლუს ეს მოგეთ კარებს შევამტვრევთ. მეისრები დაყენებული მყავს და აქ ორი მხრივი სროლაა. ნუ ორივე მხარეს აქვს ზიანი, მაგრამ წესით თუ კარები შევამტვრიეთ, მე უკვე კავალერია მყავს ძალიან ბევრი რა და კავალერიის შეჭრა შევძლებ და კავალერი თუ შევჭრები 100%-იანი გამარჯვება მიქნება. უბრალოდ მანამდე მჭირდება რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმ საკითხზე რა, რომ იქ არ ჩააყენონ შუბოსნები ან რაიმე მსგავსი. ამიტომაც მყავს ეს მეორე ტარანი. მეორე ტარანის მთელი მოვალეობაც ეგაა და ახლა გადმოვიყვან იმას კავალერიას. და როგორც კი შეამტვრევს, ეგრევე შევიჭრებთ. პლუს მეისრები გამოიყვანეს რატომღაც გარეთ და მაგასაც კავალერიის რაზმები მიხედავენ. თავარი ისაა უბრალოდ, რომ ზიანი მიაყენეს მეისრებს. კარგი, ასენ დაუმიზნეთ ამ ხმლოსნებს, იმიტომ რომ იქ კავალერია ხელი არ შეუშალოს ამათმა. შუბოსნები, ჩემი. კაი რა, ნუ პრინციპში დიდ ზიანს ვაყენებთ ხო? მაგრამ მაინც რა, კოშკებია აქ თავი პრობლემა, თორე ბაქოს უეჭველი ავიღებთ, აი 100%-იანი. ხო. სამწუხაროდ ჩაიწერა რაღაც მომენტიდან. მაგრამ ისე მოხდა, რომ არ შევჭრილ ვარ და უბრალოდ მეისრებით დისტანციური მქონდა რა და ამით გავანადგურე. 1-2 ხმლის რაზმი ხმალოსნები ქართულად ეგრეა მე მგონი, ანუ სპორტმენები შევუშვი. და იმ 1-2 რაზმი, ნუ კი დანებდა ის რაზმი, მაგრამ ძირითადად გავიმარჯვე დისტანციიდან ბრძოლით, როგორც ხედავთ არმიაში, თითქმის არანაირი დანაკარგი არ მაქვს. ახლა უკვე შესვლა შევძლებ კავალერიით და პრინციპში ეგრე გავიმარჯვებ რა. და პლუს თუ გინდათ რომ ნახოთ ყველაფერი დეტალურად, კი გრძელი ვიდეო გამოვა, ალბათ 9 საათიანები ან 1 საათიანი ვიდეოები გამოვა, თუ ყველა დეტალს ჩავსვამ, მაგრამ თუ თქვენ გინდათ, შემიძლია რომ დეტალური გავაკეთო რა. ანუ რამე არანაირი პრობლემა არა, შემიძლია დეტალური ეპიზოდები გავაკეთო, სადაც ყველაფერს დეტალურად გაჩვენებ თუ რას როგორ ვაკეთებ. მაგრამ ნუ ეხა პირადად მე რო ვუყურებდე ამ იმას, მივხვდი რომ სტრატეგიები ძალიან მიყვარს. რაღაც მომენტში ალბათ მოვიწყენდი ყველა დეტალის ცოდნით რა და მირჩევნი ასე რომ ბრძოლები ვნახო ხოლმე. და ნუ ამიტომ ასე დავაპატარავე, თორე შემიძლია რომ აღარ დავამონტაჟო ზედმეტად და უბრალოდ ის ქნა რა, აღარ ამოვჭრა ხოლმე მომენტები თუ გინდათ. რავი. და პლუს ამის ონლაინში თამაშიც მინდა, მაგრამ რაც ვითამაშე ონლაინში, აი არავის არანაირი შანსი არ ქონია რა, ხო ხდებით რას გულისხმობ, აი მოკლედ ძალიან მარტივად ვიმარჯვებდი რა ნებისმიერ მტერთან, იმიტომ რომ ონლაინშიც ძალიან ისეთი მტრები არიან რა, აი გარისხვა უყვართ ძალიან. ხვდებით რას გულისხმობ, ონლაინში არიან ისეთი მტრები, რომლებიც არ თამაშობენ ძალიან ფრთხილად და ანუ ყველა დეტალს არ ითვალისწინებენ და მე პლუს ეგ მაქვს რომ ვითვალისწინებ რა, არ შევუტევ სანამ მტერს ზიანი იმხელ არ ექნება რომ 100%-იანი გამარჯვება იყოს. ანუ თუ
ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, ეგეთ ბრძოლაში არ შევალ. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ისეთი მტრები მყავდა, რომლებიც არ იყვნენ ძალიან ფრთხილები. რაც მესმის რა ძირითადად სტრატეგიულ თამაშებში საქართველოში არაა ეს ისეთი გავრცელებული, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ძალიან სტრატეგიული ხალხი ვართ. არაა იმდენად გავრცელებული სტრატეგიული თამაშები, რომ ამაში დიდი პრაქტიკა გქონდეს რა. მხოლოდ 2 თუ 3 იუთუბერი ვიცი, ვისაც შეუძლია Total War-ის თამაში კარგად. ისიც, მოთამაშეებს რაც შეეხება, მოთამაშეებს ეგრე რა. 2 იუთუბერი იყო, რომელმაც გადაიღო სხვა შორის Total War-ი და ძალიან მომეწონა, კარგად გააკეთეს ასე თუ ისე. მაგრამ იმათაც კი სტრატეგიაში ძალიან ბევრი მინუსები ჰქონდათ, ჩემგან განსხვავებით. ახლა მე უბრალოდ შევალ შუბოსნების რაზმით. გავანადგურებ იმათ მხედრებს, აქეთ პლუს მეორე რაზმი, რომელიც ასევე ორიენტირებული უნდა იყოს აქ შესვლაზე. და ეგ არის რა, აქ გენერალსაც მოვუკლავ და პრინციპში გავიმარჯვე, როგორც კი ლიდერს მოვუკლავ, უბრალოდ მათი მორალი დაეცემა და შემდეგ რაღაც მცირე შეტაკებები და გავიმარჯვებ, რადგან დანებდებია, როგორც კი გენერალი მოვუკვდებათ და პლუს ცენტრს ავიღებ. ამ თამაში ეგრეა, რომ როცა ცენტრს იღებ, მაგ დროს ყველა ჯარი მოდის, რომ ცენტრი დაიცვას. და მაშინ თუ ეს კავალერიის რაზმი აქედან საერთოდ წავიდა იქით მხარეს, ეგ უფრო მაწყობს. იმიტომ რომ ამ კოშკებსაც ბარემ ჩამოვიღებ მე. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ კატაპულტები და ტარანის ის მჭირდება რა. რა ქვია მაგას, ტრებუშები მჭირდება. ანუ შორი დისტანციის კატაპულტები რომა, ქვეითი კატაპულტები არა, სპეციალურად კედლებისთვის რომა, ეგ მჭირდება. მაგრამ ძალიან რთულია მაგის დამზადება. და მე დრო არ მქონდა მაგის დასამზადებლად, უცებ ბაქოს ავიღებ და მე უკვე დავიწყებ ტრებუშებზე მუშაობას რა, იმიტომ რომ მჭირდება. რომ აი შემდეგში ესეთი პრობლემები არ იყოს, პირდაპირ კედლებს ჩამოვამტრევ და კედლებს ჩამონგრევის შემდეგ მარტივად შემოვალ ხოლმე რა. მე მგონი всё ეგ არის, ვიღებ ტერიტორიას და გენერალიც მე მგონი მოვუკვდათ. ეგ არის რა. ანუ უკვე აღარანაირი შანსი აღარ აქვს გამარჯვების, ბაქო ავიღეთ. всё ეგ არის, გავიმარჯვეთ. იყო დანაკარგები, მაგრამ არც ერთი რაზმი არ განადგურებულა ბოლომდე. ასე რომ უბრალოდ მაგ ჯარს აღვიდგეთ, თან ფინანსების ხელს მისყავს, უბრალოდ ჯერ პორტი არ მაქვს სამწუხაროდ, საპორტო ქალაქი მჭირდება. მაგასთან დაკავშირებით მომიწევს რომელიმესთან დაატაკება, მაგრამ დავინდობ ამ ქალაქს და რომელიმე მოკავშირესთან მომიწევს ბრძოლა, ან ზემოთ კუმანებთან, ან ტრაბზონთან, იმიტომ რომ პორტი მჭირდება უეჭველად, შავი ზღვის პორტი მჭირდება. რომ შავი ზღვი და მე უკვე შევძლებ უამრავ ქვეყანასთან ვაჭრობას. მაგრამ მანამდე უბრალოდ აქ შევაკეთებ ამ ყველაფერს, მე რაც გადასაკეთებელი იქნება უბრალოდ გადავაკეთებ და ეგ არის რა პრინციპში და მაქსიმალურად ვეცდები მართლმადიდებლური ქრისტიანობა გავავრცელო ყველგან. ნახოთ ეგეც რამდენად გამომივა. ეს არმია უკვე აქ დარჩეს, აღდგეს. მოიცა ერთის გაუნჯობეს და ეგ არის. და ხო ესეც ჩვენი ლაშა ეგ არის. არა ძმაო. არ გვინდა ეგ. აი დავნიშნოთ, ბიჭო ვერავის ვერ ნიშნავ მინისტრად რა. აი თანამდებობაზე ვერცეთ თავადი ვერ დავნიშნე, იმიტომ რომ შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ და ეხა მეფე ხომ არ იმას ვიზამ მართლა და მართლა. არ და კაი იქნებოდა ვინმეს დანიშნვა. თან ჯერ მეფეს შვილიც არ ყავს. ეს კი ძალიან ცუდია. არც დიშვილი არ ყავს. ესეც რა თქმა უნდა თავისებურად ცუდია. მოგეთ ვაჟია საჭირო რა ტახტის მემკვიდრე. ასე პირდაპირ ვერავის ვერ ნიშნავ. იმათ რა და ეკონომიკა გვაქვს ჯერჯერობით, მაგრამ აი უკეთესი შეიძლება პრინციპში. მოგეთ ახლა ტექნოლოგიებსაც გავაუმჯობესებ, ყველაფერს დავაკვირდეთ და ნახოთ რა საბოლოო ჯამში რა როგორ მოხდება. გადასახადების გაზრდა და პატარავება ყველაფერი მიწევს. უბრალოდ ახლა ეგ არის რომ არ მინდა რომ რომელიმე მოკავშირეს დავარტყა, მაგრამ ანუ კაცურ პონჩი არ მინდა რომ რომელიმე მოკავშირეს ასე პირდაპირ დავარტყა, მაგრამ მჭირდება ეგ პორტი იმისთვის რომ პორტი როცა მექნება დავიწყებ ვაჭრობას ყველა ქვეყანასთან, ევროპასთანაც და აი ინგლისთანაც კი შეიძლება ვივაჭრო თეორიულად რა, მიუხედავად რომ არ მაქვს ძალიან ბევრი რესურსი, ეტაპობრივად მოვიპოვებ რაღაცებს. კიდევ ერთი გენერალი მოიხოდა და მას სკილს მივცემ და გავაუმჯობესებ პლუს ასე რა. შემდეგი ბრძოლა არ ვიცი ჯერჯერობით ვისთან მოგვიწევს. ჯერჯერობით მინდა რომ ეკონომიკა მოვაძლიერო შემდეგ ბრძოლამდე. და შემდეგი ბრძოლა ალბათ მაინც ახლო აზიისკენ იქნება, იმიტომ რომ ჩრდილოეთით არიან კუმანები და პლუს მალე მონღოლები გამოჩნდებიან და მომიწევს რომ მონღოლებსაც მომიზადო. ეს არის თავად-აზნაურების, ანუ აზნაური მხმლოსნები რა და ეგენც მჭირდება უეჭველი. მაგრამ სამწუხაროდ ქალაქში საკმარისი აზნაურები არ არიან, რომ ეგ ჯარი გამოვიყვანო. მოკლედ თბილისში ალბათ შევძლებ მაგის გამოყვანას. მომიწევს რომ მოიცა გადავაკეთო ეს. ფული არ მაქვს რა, პრობლემა ეგაა. ვერ გადავაკეთებ ჯერჯერობით.
რომ გადავაკეთე, მე შეიძლება რა თავადების იმას ავაშენებ, მან აკვედუკს თუ რაც ქვია, თავადების იმას რა დაწესებულებას რაც არის და მე უკვე შეუძლია აზნაურების გამოყვანას. და პლუს აქ თავარ თანამდებობებზე ვერავის ვერ ნიშნავ. სიძეც ძალიან ისეთია რა, იმის ეს დინასტია ხო და ხან მაგასაც ვერ ნიშნავ, მჭირდება რომ ვიღაცა ისქნა. ეს ნიკეის სამეფო ნიკე აქ ჯვაროსნების დაპირისპირება იყო როგორც გახსოვთ და ნიკეა და ის გაიყო ლათინთა იმპერია ორ ნაწილად და ბიზანტია გაყოფილი და რომელიც გაიმარჯვებს იმას მივემხრობით. მოიცა ჩრდილოეთთან ხო, მოკლედ რაღაცებს მოვაგვარებ კიდე რა და დაგიბრუნდებით ძალიან მალე. ხო, მოკლედ ესეც ჩვენი ახალი ომი. სადაც საბოლოოდ მოგვიწევს უკვე ირანული ტერიტორიებისკენ გადასვლა რა. იმედია მალე დავიწყო ყველაფერს, მაგრამ როგორც ხედავთ, ალიანსებიც დამეხმარებიან თავისებურად ალბათ. მოკლედ თავის არა ახლა ყაშინოი მოვაქცე და ისევ ტარანი და კიბეები მჭირდება რა. და შევიჭრები, უეჭველი. უბრალოდ ერთ სვლაში უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი, ასე რომ ბევრი ის არ მაქვს დრო. ესეც მეორე არმია, რომელიც დასახმარებლად მოვა და უკვე ორი არმიით წესით უნდა გავიმარჯვო რა. ნახოთ, თუ თან აქ მთავარი ისაა რომ აქ არ ყავს არმია მოყვანილი მტერს რა, იქით ყავს წაყვანილი და კარგ დროს ვიყავ. თუ ერთ სვლაში გადმოსვლა ვერ მოასწრო, მაშინ ამ ქალაქს ავიღებ. თუ მოასწრო გადმოსვლა, მაშინ აქ მეორე ქალაქს ავიღებ, აი ამ ქალაქს. ხვდებით რას ვამბობ? ანუ აი ეგ მაქვს რა ჩაფიქრებული, რომ თუ იმის არმია გადმოვიდა, მაშინ ამას დავარტყამ. და იმ ქალაქს ცოტახან შევეშვები რა. მოკლედ შემდეგ სვლაზე დავარტყამ ახლა როგორც კი ეს სვლა გაივლის. დავარტყამ, შევიჭრები, ისე დავალაგებ სტრატეგიას და მოკლედ მალევე დაგიბრუნდებით რა. როგორც ჩანს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, ამიტომ მე აღარ ჩავერთვები და უბრალოდ თავისით მივანდო ბოტს ამ საქმეს რა. ანუ უბრალოდ აღარ გავწელა ვიდეოს იქიდან გამომდინარე რომ მაინც ძალიან მარტივად ავიღებდი ორი არმიით ამას. და უბრალოდ აღარ ასაჭირო ჩემი ზედმეტი ჩართულობა და სტრატეგიების გეგმვა. შევიწყალებ რა თქმა უნდა. და უბრალოდ დავიკავებ ამ ადგილს. აქ ჯეჯებით ამას აღვადგენ და მე გადავაკეთებ რა თქმა უნდა, როცა შესაძლებლობა მექნება. ეს მეორე არმია დავაბრუნოთ იქით, რომ რა იცი რა ხდება. აქ უბრალოდ ხელშემიშლის და პლუს საჭმელის რესურსი არ მინდა რომ ზედმეტად დამახარჯოს და მალე დავარტყამ მეორე ქალაქს რა, მანამდე აქ რა ხდება. ოსმალეთი. გასაგებია. კაი, მოკლედ მოიცა ესეც ის ქონა გავაძლიერე რომ ეგ არის. ნახოთ რა საბოლოო ჯამში სადამდე მივალთ. კაი, მოკლედ ზავს ვდებ აქ. იმ ქალაქს აღესმერბოლთ აღარა ასაჭირო რა. მიზანი მივახციეთ და მეც რამდენი всё ეგ არის რა. ხა ეს უნდა იყოს ეს მაქსიმალურ თანხას ვიხდი. და всё, ზავი უნდა იყოს ეს. ჩემი, კაი, ცოტა შემოцрოთ. ბიჭო, არა ძალიან ბევრს ითხოვს რა, რაც მაგ იმაზე მეც ვერ მივცემ ფიზიკურად. ასე რომ მოიცა ცოტა კიდე. ეგ არის. ეს ეყოფა რა, ეხა წესით. всё, ეგა. დაიდო ზავი ძლივს. ახლა შევძლებ ეკონომიკამ შვილად მოვაძლიერო, ესენი გადავაკეთო, იმიტომ რომ საჭირო ამათ არა კიდევ ვერ გადავაკეთე, ფული არ ყოფნის. ჭანდაბა რა, არა და მოიცა აქ. კარჩი კიდე რაღაცები დამრჩა მოსაგვარებელი რა. ამასობაში დავითიც არ გაჩნდა. დავითულ არ გაჩნდა რატომღაც. რაც, ლაშა გიორგის რო შვილი არ ყავს ძალიან ისაა რა ჩემთვის. ეს მისისაჩიო რა, კაროჩე რა, აი. პროსტა მომიწევს რომ მოვიშორო, იმიტომ რომ პროსტა დედოფალი არ აჩენს ვაჟს, არა და ახლა ეგაა საჭირო, იმიტომ რომ ასაკში შედის უკვე ლაშა გიორგი და მემკვიდრეობის პრობლემა რო შეიქმნას, მე შეიძლება რუსუდან შტოზე გადავიდეს და კიდე რო რუსუდან გამიფდეს, მე ამ თამაშს აღარ გავაგრძელებ, გამორიცხულია. და პლუს კიდე ვერ გადავაკეთე რა, კაროჩე. ოკეი. მოვემზადები მაშინ შემდეგი ბრძოლისთვის. სხვა რა გზა მაქვს. უნდა დავამარცხო კიდევ ერთი მტერი და ეს ქალაქიც ავიღო საქართველოსთვის, იმიტომ რომ მონღოლები რომ მოვლენ, იმდენად ძლიერები უნდა დავხვდეთ, ან უეჭველი მოვლენ. იმდენად ძლიერები უნდა დავხვდეთ, რომ აი თავისნებით წავიდნენ დაჟე რა, აი არც უნდა მომიწევს ბრძოლა, უბრალოდ უნდა მიხვდნენ რომ ვერ დავამარცხებენ და წავიდნენ აქედან პაშოვი ნახვა. ანუ იმენა არანაირი შეწუხება არ უნდა იყოს მათი მხრიდან ჩემი მიმართ. ასე რომ პირადად მეფეს ლაშა გიორგის მოუწევს ამის აღება. ეს კაცი ხო ვერ ისვენებს. უბრალოდ სხვა გენერალი არ მყავდა სამწუხაროდ. ორი ჯარის შესაქმნად უბრალოდ სხვანაირად შეუძლებელი იყო, იმიტომ ლაშა გიორგის გამოყენება დამჭირდა, მაგრამ რა თქმა უნდა აჯანყდნენ. პერი მომადგა და არეიდებენ ქალაქთან მიმდებარე ზობლებს და ტერიტორიებს.
ვაუ, კაროჩე რა. ოკეი, გასაგებია ყველაფერი. ბრძოლების გარეშე იმენა ვერ გამოვალ და ძლივს ჩვენი ვაჟი. ეგ არის რა პრინციპში, ტახტის მემკვიდრეც ყავს. დანარჩენს უკვე მივხედავ როგორც საჭიროა. მაიცა დავაქორწინოთ. ეს დაქორწინების პონტია, იმიტომ რომ მაგასაც ხონდა ყავდა შვილიშვილი, იმიტომ რომ ლაშა გიორგი იქნება მოესროს დავით ულუს შვილს. და პლუს სახელებსაც შეეხება სამწუხაროდ სახელებს ვერაფერს ვერ ვუშვები. თორე დიდი სიამოვნებით დავარქმევდი დავით ულუს. აი მე უნდა მივაწერო დავით ულუ და მე უკვე მე რამდენიც იყო. მაგრამ არ გამოდის ეგეთ, ანუ მასეთი რაღაცებით ვერ უმანიპულირებ სამწუხაროდ. მაგრამ მივხედავ მაგ საქმესაც რა. ხო და თუ რამე კითხვა გაქვთ, რამე დაგაინტერესებთ, მითხარით ყველაფერი. აქ უბრალოდ ჯერ ამ აჯანყებულებს მოვიშორებ. და ამათ რომ მოვიშორებ, მე უკვე გადავჭრი მტრის პრობლემასაც რა, უბრალოდ ესენი უნდა მოვიშორო, რო არ მარეიდებდნენ მაგ პონჩში. ხო, აი ეგ არის. ესეც ხო, ნუ ნენელა გადავაკეთებ კიდე რაღაცებს, გავაუმჯობესებ, ესენი შემდეგ დონეზე უნდა ავიყვანო. ხო, ნუ ბევრი რაღაცაა, კაროჩე, მაინც გასაკეთებელია. მონღოლებს ვცდილობ რომ ძლიერი დავხვდე. მაგრამ ეგენც მე მგონი ცოტა აგვიანებენ. ხო, ნუ კარგი. ეგ არის რა. ნახოთ საბოლოო ჯამში, ახლა შემდეგ სულაზე დავარტყამ. იმედია ჩართვა მე პირადად არ მომიწევს და მაინც ბოტიც გაიმარჯვებს, მაგრამ თუ მომიწია ჩართვა, მაგ ხელოპერაციო თუ არ მაქვს, მაშინ ლაშა გიორგის დიდ გამარჯვებას ვნახავთ კიდევ ერთს. ერთი ხო იმაში ვნახეთ დვინის აჯანყებულებთან, როცა დვინი დაიბრუნა. მეორეს აქ ვნახავთ. ხუნაისველი ერთულო მან წააგო. ნუ არ მინდა რა თქმა უნდა. რა ზავები და რა ალიანსები და ვაჭრობები. იმენა თვითონ ველზე დამესხა თავს. თან გარნიზონიც ეხმარება, არა გამორიცხულია ძმა. თავი და მანები. მან ანუ პროსტა გამორიცხულია. მეორე არმია თუ არ მოვიხმარე, გამორიცხულია. ესენიც წამოვიდნენ. მშვენიერი რა გინდა. იმ აჯანყებულებსაც იქვე გავანადგურებ და მე ქალაქში მშვიდად შევიჭრები. დავაქორწინეთ? ცოტა ცუდი ტრეიტები კი აქვს, მაგრამ იყოს რა. დაქორწინდეს. და პლუს იმათ დაინიშნება რა ქალაქის მმართველად. და ტახტის მემკვიდრე. მშვენიერია ტახტის მემკვიდრე მაინც რომ მყავს. ხო, დავარტყათ მეც მეორე არმიასა და მეორე არმია. მეორე არმიის გარეშე დარტყმა პროცესი სულელია, მაგრამ მანამდე იქნება ეს რეიდერები მოვიშორო, მოიცა? ხო, წუდები პრინციპში. всё, რეიდერები გავანადგუროთ, ამას ჩემი ჩართვა არც ჭირდება, გაანადგურებს თავის და ასე. ანუ ცოტა ბინძურიედეთი კი იყო, მაგრამ არ ვშევს. გავანადგურეთ აქაც ერთი მტერი, შემოვიერთეთ დანარჩენები და ახლა დავარტყავთ იმას რა, ამ ჯარს გადავიყვან იქით ქალაქისკენ და დავარტყავ მტერს, როგორც მჩვევია ხოლმე, პლუს ესენიც გაუმჯობესდნენ. მშვენიერი. ნენელა ძლიერდებიან რა. უბრალოდ ჯერ მაინც არა ეს არიან დონეზე რომ მონღოლებს დავეჯახოთ. ნუ პლუს მოიცა. რა შვეს, აი მე ვერ ვნიშნავ რაღაცა ისეთ თანამდებობაზე, ვერც დანარჩენებს. ვინმეს დანიშნვა შემიძლია ეს წუთი? ამის დანიშნვა შემიძლია რაღაც მაღალ თანამდებობაზე. მშვენიერია. არა, სად დავნიშნო? კაი, მოდი აქ იყოს რა და არც მე არ შევწუხდები და არც თვითონ. всё, ესეც იყოს ასე. მშვენიერი. რაღაც თანამდებობებზე დავნიშნავ ეგრე ხალხს რა. იმიტომ რომ საჭიროა ნენელა იერარქია უნდა ჩამოვაყალიბო, უბრალოდ საკმარის თავადი არ მყავს. საკმარის ლორდები არ არიან, რომ ყველა თანამდებობაზე ვიღაცა დავნიშნო. ასე რომ რაღაც კონკრეტულ ხაზში რო კონკრეტული მასე ინიშნება, იმას უწევს დანარჩენი მოვალეობების შესრულებაც. რაც ანელებს საკმაოდ რა სახელმწიფოს განვითარებას, მაგრამ უბრალოდ არ მყავს მეტი ლორდი და სხვა გზა არა. და პლუს ახლა უკვე შევიჭრები საბოლოო ჯამში ძლივს. ნუ ამას სამწუხაროდ ჩემი ჩართვა როგორც ჩანს სჭირდება, მოიცა აქ ეს დაწინაურდა მშვენიერია. მივიღეთ ტრეიტი და პლუს ხო ნუ უკეთესი საუბარი, გასაგებია. იყოს ეს ასე. ესეც კარგი. და ეგ არის შემდეგ სულაზე და უკვე დავარტყამთ ძლივს და შემოვიერთებთ ამ ქალაქსაც რა. და თუ ტოტალვარის ვიდეოები მოგეწონებათ, მითხარით და გავაგზავნებ. თუ ამ ვიდეო ვერ ნახა საკმარის გამოხმაურება, როგორც Multiblade-ის ვიდეოები აღარ გავაგზავნე, არც ამას აღარ გავაგზავნებ. ყველაფერი მაინც ნახვებზეა დამოკიდებული რა. всё, ჩემი ჩარევის გარეშეც კიდევ ერთი მტერი განადგურებულია და კვლავ ერთი ახალი ტერიტორია შევიძინეთ.
ახლა რა თქმა უნდა ეკონომიკაც გაიზრდება, პლუს ახალი რესურსიც მექნება. ნუ გაძარცვა, არა იყოს დავიწყებს ჯობია რა. ყველაზე კაი ვარიანტი ეგაა, მაგრამ გაძარცვა მაყუც მომიტანს. ცოტა რომ გადაუწვა და რაღაცა ფულს ვიშოვე მეც. კაი. ახლა ესე იგი რა გვჭირდება? აკავრობის ჩემს ვასლად ქცევით. ბევრად დიდი უპირატესობის მიღებაც შეგვიძლია, მაგრამ რა საჭიროა რა თქმა უნდა. კაი, მოგეთ ახლა ესენი შევაკეთოთ. გადავაკეთებ შემდეგ. როცა შევძლებ გადავაკეთებ რა. და მე უკვე ვაჭრობასაც მივხედავ. ახლა ეგვიპტესთან ვაჭრობთ, მაგრამ არაა საკმარისი რა მაინც და მეტი გვჭირდება. მოიცა? ვერ გადავაკეთებ გამორიცხულია. კაი, ნუ ფულია საჭირო ყველა ვარიანტში. ეკონომიკას უნდა მივხედო რა, ზედმეტი დაპყრობებია მე მგონი. თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო და რაღაც შენიშვნები გექნებათ, კომენტარებში დაწერეთ უბრალოდ. მე გავითვალისწინებ მაგას და შემდეგი ვიდეო ისეთი იქნება, როგორც გაწყობთ რა. ხო, პლუს მეც ამასაც მივცემ ეს, ეგ არის რა. ნახოთ აბა სამწუხაროდ ეგვიპტესთან რომშიც აღმოვჩდით. რას ვიძამთ? მაგრამ აი ეგრე მოხდა რა. და აქაც რა თქმა უნდა მეორე მოიცა ეს კიდევ ვერ გადავაკეთე რა. იმენ არ მაცდიან რომ ეკონომიკა მოუხოდო, როგორც მართლა არ აცდიან საქართველოს. იმენ არ მაცდიან მშვიდად ყოფნას. ახლა ეგვიპტესთან ომში აღმოვჩდი ჩემი მოკავშირეების გამო, ტრაბზონის და იმ ყუმანების გამო აღმოვჩდი ომში. ახლა ეგვიპტეც უნდა დავამარცხო, რომელსაც ძალიან დიდი ჯარი ყავს. მოგეთ არ ვიცი რა საბოლოო ჯამში რა გამოვა აქედან. ნახოთ. ეგვიპტის ერთ-ერთი ქალაქიც ჩვენს კონტროლში გადმოვიდა ასე. ესეც რა თქმა უნდა ჩემს ჩაურევლად, რა საჭიროა რომ ზედმეტად გავწელო ეპიზოდები. აი ესეც ასე ავიღე. ხო, მშვენიერია. ესეც რა თქმა უნდა დავიკავოთ. და ეგ არის. ახლა შემდეგი დატაკება უკვე ისეც გასაგებია. ესეც რა თქმა უნდა მომიწევს ყველაფრის შეკეთება და შემდეგ გადაკეთება, მაგრამ ვინ მაცდის ამ გადაკეთების პროცესს ვერ გავიგე. აი ვინ მაცდის? თან პლუს ქრისტიანობა უნდა გავავრცელო ამ ქალაქებში, იმიტომ რომ კაცრი ისლამია, სუნიტები არიან ესენი და ისლამის გავრცელების ამბავიც უნდა მოვაგვარო, რომ ისლამი აღარ გავრცელდეს ჩვენსკენ და უკვე მან მართლმადიდებლობა იყოს ყველგან. ყველა ქალაქში მართლმადიდებლობა უნდა იყოს. მოგეთ ძალიან დამღლელი ეპიზოდი გამოვიდა რა. ასეთი დამღლელი რავი დიდი ხანია არაფერი გადამიღია. კარგი და მოდი ასე და ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით. და ლაიქით ვიდეო და გამოიწერთ არხი. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.